გამარჯობა. ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რა იმალება ყველაზე ჩვეულებრივი მოვლენების მიღმა? აი, თურმე ჩვენს ირგვლივ უამრავ პროცესს ერთი-ერთი შეხედვით სრულიად უხილავი, მაგრამ ფუნდამენტური კანონი მართავს. დღეს სწორედ ამ საიდუმლოს, ავოგადროს კანონს ჩაუღრმავდებით. აბა დაფიქრდით ერთი წუთით. მანქანის საბურავე, სამზარეულოში აფუებული ცომი და თქვათ ალკოტესტერი. რა შუაშია ეს სამი რამ ერთმანეთთან, ხო? თითქოს არაფერი აკავშირებთ. მაგრამ იცით, მათ უკან ერთი და იგივე საოცრად მარტივი და ელეგანტური სამეცნიერო პრინციპი დგას. მოდით ერთად გავარკვიოთ რა არის ეს პრინციპი. ხო და ამ ყველაფრის გასაღები არის ერთი მარტივი იდეა, რომელმაც თავის დროზე ქიმიის სამყაროში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. და ამ იდეას ავოგადროს კანონი ქვია. აი ეს არის მთელი საიდუმლო. 1811 წელს იტალიელმა მეცნიერმა ამედეო ავოგადრომ ეს გენიალური ჰიპოთეზა ჩამოაყალიბა. მოდით უფრო მარტივად ვთქვათ. წარმოიდგინეთ ორი ერთნაირი ზომის ყუთი. ერთში ჩავასხათ ჰელიუმი, მეორეში ჟანგბადი. თუ ამ ყუთებში ტემპერატურა და წნევა ერთნაირია, ავოგადრომ თქვა, რომ მოლეკულების რაოდენობაც ამ ორ ყუთში აბსოლუტურად იდენტური იქნება. არ აქვს მნიშვნელობა რომელი აირია. გასაოცარია რა? ამ კანონის მთელი არსი ფაქტობრივად აი ამ ფორმულაშია. V პირდაპირ პროპორციულია n-ის. რას ნიშნავს ეს? ძალიან მარტივს. რაც უფრო მეტ აირის ნაწილაკს, ანუ მოლეკულას ჩატვირთავთ სისტემაში, მით მეტ ადგილს, ანუ მოცულობას დაიკავებს ის. რა თქმა უნდა, თუ წნევა და ტემპერატურა უცვლელია. ასე რომ დაიმახსოვრეთ ეს ოქროს წესი. მეტი ნაწილაკი უდრის მეტ სივრცეს. სულ ესაა. მაგრამ საინტერესოა, როგორ მივიდა ავოგადრო ამ აღმოჩენამდე. ამისთვის მოდით დროში ვიმოგზაუროთ და მე-19 საუკუნის დასაწყისში დავბრუნდეთ. მაშინ ხიმიკოსები ერთი ძალიან დიდი თავსატეხის წინაშე იდგნენ. მოკლედ, იმ დროისთვის სურათი ასეთი იყო. ერთი მხრივ ჰქონდა ჯონ დალტონის ატომური თეორია, რომელიც ამბობდა, რომ ყველაფერი პაწაწინა განუყოფელი ატომებისგან შედგება. მეორე მხრივ კი იყო გეი ლუსაკის ექსპერიმენტები. მან დაადგინა, რომ აირები ერთმანეთთან რეაგირებენ მოცულობების ძალიან მარტივი, მთელრიცხოვანი ფარდობით. მაგალითად, წყალბადის ორი ნაწილი ყოველთვის რეაგირებდა ჟანგბადის ერთ ნაწილთან და იძლეოდა წყლის ორთქლის ორ ნაწილს. და აი სწორედ აქ გაიჭედნენ. თუ დალტონი მართალი იყო და რეაქციაში შედის ჟანგბადის ერთი ატომი და წყალბადის ორი ატომი, როგორ ჯანდაბას ვიღებდით წყლის ორთქლის ორ ერთეულს? ლოგიკურად ჟანგბადის ატომი შუაზე ხომ ვერ გაიყოფოდა, არა? ეს იყო უდიდესი წინააღმდეგობა, რომელიც ქიმიკოსებს მოსვენებას არ აძლევდა. და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ავოგადრო თავისი რევოლუციური იდეით. მან თქვა, მოიცა და რა მოხდება თუ ვიტყვით, რომ აირები ბუნებაში მარტოხელა ატომებად კი არ დადიან, არამედ წყვილებად, ანუ მოლეკულებად, მაგალითად როგორც H2 და O2. და უცებ ყველაფერი თავსატეხივით აეწყო. თუ რეაქციაში წყალბადის ორი მოლეკულა, ანუ 2H2 და ჟანგბადის ერთი მოლეკულა O2 შედის, ისინი იძლევიან წყლის ორ მოლეკულას 2H2. ბრიწყვინალია. გეი ლუსაკის 2-1-2 ფარდობა იდეალურად დაემთხვა მოლეკულების ფარდობას. ამ აღმოჩენამ არამხოლოდ ისტორიული თავსატეხი გადაჭრა, არამედ საფუძველი ჩაუყარა მოლეკულის ცნებას, რომელიც დღეს ქიმიის ქვაკუთხედია. კარგი, საკმარისია ისტორია. მოდით ისევ ჩვენს დროში დავბრუნდეთ და ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს კანონი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. აი პირდაპირ ჩვენ თვალწინ. ყველაზე ნათელი და მარტივი მაგალითი საბურავის დაბერვაა. როდესაც ჰაერს ვამატებთ, ჩვენ რას ვაკეთებთ? საბურავში ჰაერის მოლეკულების, ანუ n-ის რაოდენობას უზრდით. ეს დამატებითი მილიონობით მოლეკულა იკავებს სივრცეს, აწვება კედლებს და ქმნის წნევას, რომელიც საბურავს ამაგრებს. მეტ მოლეკულას დავამატებთ, მეტ ადგილს შეავსებენ და წნევაც გაიზრდება. აი ეს არის ავოგადროს კანონი მოქმედებაში. მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის. როცა ცომი ფულდება სამზარეულოში, ესეც ავოგადროა. საფუარი გამოყოფს ნახშირორჟანგის CO2-ის მოლეკულებს. რაც უფრო მეტი მოლეკულა გამოიყოფა, მით მეტ სივრცეს იკავებენ ეს პატარა ბუშტუკები და ცომის მოცულობაც იზრდება. იგივე პრინციპი მუშაობს ალკოტესტერშიც. ის ზომავს ამოსუნთქულ ჰაერში ალკოჰოლის ორთქლის მოცულობას და ამ მონაცემით, კანონის წყალობით, ზუსტად ადგენს მოლეკულების რაოდენობას, ანუ სისხლში ალკოჰოლის შემცველობას. კარგი, ყოველდღიური მაგალითები გასაგები და საინტერესოა, მაგრამ ამ კანონს ბევრად უფრო ფართო და კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მეცნიერებასა და მრეწველობაში. დაფიქრდით, ქიმიურ მრეწველობაში, როცა ვთქვათ ამიაკს ან სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებს აწარმოებენ, რეაგენტების ზუსტი პროპორციების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ავოგადროს კანონის წყალობით, ინჟინერებს შეუძლიათ ზუსტად გამოთვალონ, რა მოცულობის ესა თუ ის აირი სჭირდებათ. ეს სიზუსტე კი თანამედროვე წარმოების ეფექტურობისა და უსაფრთხოების ქვაკუთხედია. და აი მივადექით ერთ ჯადოსნურ რიცხვს, რომელიც პირდაპირ ავოგადროს კანონიდან გამომდინარეობს 22.4 ლიტრი. რა არის ამ რიცხვში ასეთი განსაკუთრებული?
ეს გახლავთ მოლური მოცულობა. ეს რას ნიშნავს? რომ ერთი მოლი, ანუ წარმოუდგენლად დიდი რიცხვი 602 სექსტილიონი მოლეკულა ნებისმიერი აირის, სულ ერთია ეს წყალბადია, ჰელიუმი თუ აზოტი, სტანდარტულ პირობებში ყოველთვის იკავებს ზუსტად 22.4 ლიტრ მოცულობას. ეს ხომ წარმოუდგენლად ამარტივებს ყველაფერს. ინჟინერებს შეუძლიათ აირები აწონვის ნაცვლად უბრალოდ მოცულობით გაზომონ, რაც ბევრად სწრაფი და მოსახერხებელია. ასე რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც მანქანის საბურავს დაბერავთ, ან სამზარეულოში აფუებულ ცომს დაინახავთ, გაიხსენეთ ამედიო ავოგადრო და მისი გენიალურად მარტივი კანონი. ის უხილავი ძალა, რომელიც ჩვენს სამყაროს აყალიბებს. და ეს გვაფიქრებინებს. კიდევ რამდენი ასეთი ფუნდამენტური და უხილავი კანონი იმალება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და უბრალოდ ელოდება, როდის აღმოვაჩენთ.